დიახ, ის რაც თქვენ ესე ძალიან მწყობრად სამწუხარო, მაგრამ ბოლო 2 კვირის მოვლენები ჩამოთვალეთ და ის კანონები, რომლებიც აქამდე იქნა მიღებული, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილი აქვს რეჟიმს, რომ მან საბოლოოდ გატეხოს წელში პროდასავლური ოპოზიცია და არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ მედია, სამოქალაქო ორგანიზაციები და ასე შემდეგ. და ჩაახშოს პროტესტი. რა თქმა უნდა, მთავარი გამოწვევა მათთვის არის პროტესტი, ვინაიდან თუ რამეს არ ელოდნენ 5 ოქტომბრიდან ქართული ოცნების და რეჟიმის წარმომადგენლები იყო ის, რომ ეს პროტესტი ისევ გაგრძელდებოდა მტკიცედ, უწყვეტად და გაგრძელდებოდა იმ мотивაციით, რომ ქართული ოცნება და ქართულ ოცნებამ დაიხევს უკან და შეასრულოს ის ძირითადი მოთხოვნები, რა მოთხოვნებიც არსებობს და ამავდროულად მივიდეთ საბოლოო ჯამში რეჟიმის ჩამოშლამდე. რაც თქვენ თქვით ვენეციის კომისიის შემთხვევაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დამატებითი მტკიცებულება, ვინაიდან სამოქალაქო ორგანიზაციებს უკვე მიმართული აქვს სტრასბურგის სასამართლოსთვის სარჩელი და ჩვენ ვიცით, რომ ეს ორივე ინსტიტუცია, ვენეციის კომისიაც და სასამართლოც არის ევროპის საბჭოს სტრუქტურული ერთეული და ეს ფაქტურად არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და შეიძლება იქცეს გადამწყვეტ მტკიცებულებად, ეს რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილში, მაგრამ მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნაწილი. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თანმიმდევრული, წინააღმდეგობრივი და ართანამშრომლობის პოლიტიკა არის ის, რაც ქართულ ოცნებას აწუხებს და ამის ასე ვთქვათ, პასუხი არის ის, რომ ქართულმა ოცნებამ ფაქტურად აღიარა, რომ ის არ არის ლეგიტიმური. ირაკლი კობახიძემ და თუ არ ვთქვი კირცხალია გვარად არ ვიცი ზუსტად, მათ განაცხადეს, რომ ახალი კაცი, რომელიც ამას ყველაფერს გვაცნობს ხოლმე ბრიფინგებში. ფაქტურად რაღაცა ადმინისტრაცია, პარლამენტი იქცა კანცელარიის შენობის მსგავს ადმინისტრაციულ ერთეულად და სტრუქტურულ ერთეულად, რომელიც 5 წუთში იღებს კანონებს. აი თქვენ უნდა ნახოთ, როგორი სისტრაფით, კონვეიერული პრინციპით იღებენ კანონებს. ფაქტობრივად არანაირი განხილვა იქ არ ხდება, მაგრამ მათ არც აქვთ ლეგიტიმაცია, უბრალოდ რა თქვეს მათ? მათ თქვეს, რომ ჯარიმებმა, რომელიც ძალიან მსხვილია, ასევე გაზრდილმა ადმინისტრაციულმა პატიმრობებმა არ იმუშავა. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვინმეს ჯარიმა უხარია ან პატიმრობა უხარია. არა, პროტესტი ვერ ჩაახშეს ამ გზით. აღსრულება ვერ ხდება, იმიტომ რომ ადამიანებმა ამ ქვეყანაში იციან, რომ მათ მიერ მიღებული, ანუ ქართული ოცნების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საბოლოო ჯამში არ არის ლეგიტიმური და არ არის სახელმწიფოებრივი. როცა ჩვენ საუბრობთ სამართალზე და საუბრობთ კანონებზე, სამართალის და კანონის პირველადი დანიშნულება ის კი არ არის, რომ ვინმე დასაჯოს, რაც ქართულ ოცნებას აქვს გადაწყვეტილი, არამედ მისი დანიშნულება თუ გვინდა რომ მისი აღსრულება მოხდეს და მასზე დამორჩილება. მისი ამოცანა უნდა იყოს, რომ სიტუაცია განმუხტოს, წესრიგი დაამყაროს, საზოგადოებრივი ინტერესისგან გამომდინარეობდეს და ასე შემდეგ. და ქართულ ოცნებას რა უნდა? ქართულ ოცნებას უნდა რომ ეს რეპრესიებად გამოიყენოს და მათ შორის კანონის დანიშნულება აქცევს. შეძლებს ამას, თენგო. ვერ შეძლებს თუ არა ამას და აი რატო ამბობთ რომ ვერ შეძლებს? მოდით მიხარით მაშინ როგორ ვერ მე ამის ღრმა რას დაუპირისპირებთ ამას ყველაფერს? რა გზები არსებობს რომ ეს ვერ შეძლოს და მართლა ქუჩაში გამოსვლა იყოს საშიში ადამიანებისთვის და კრიტიკა შეიძლებაოდეს მხოლოდ სამზარეულოებში, როგორც იყო საბჭოთა დროს. მე მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს რომ რაღაც ეს პირი არ უჩანს ქართულ ეს პირი არ ჩანს ამ სახელმწიფოში, ვინაიდან ჩვენ ნახეთ, რომ ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში 750,000-მა ადამიანმა, ეს რაც ვიცით, დათვლადი რაცა წინა 2 არჩევნებიდან აქტივობიდან გამომდინარე და ოპოზიციის ხმებიდან გამომდინარე. უბრალოდ უარი უთხრა ამ ფარს, ეს ერთი, მეორე, პროტესტი არ გაჩერდა, მესამე, არც ერთი ქართველი პოლიტიკოსი, ერთს თუ არ ჩავთვლით, მან არ დატოვა საქართველო და ყველა არის ბრძოლის წინა ხაზზე. ნაწილი ციხეში, ვინაიდან გამოგვაკლენ ამ რაღაცა აბსურდული ბრალდებებით და ყველა არის წინააღმდეგობის წინა ფლანგზე. არავინ ჩემს ირგვლივ, ჩემს კოალიციაში, ჩემს პარტიაში არ აპირებს ბრძოლის მიტოვებას, რაც არ უნდა კანონი მიიღო. დაპატიმრება იქნება, ადამიანების აკრძალვა იქნება, რა თქვენთან არ მოვალ სტუმრად, ჩემს სათქმელს არ ვილაპარაკებ, აქციაზე არ გავალ თუ სხვა. ჩვენ თუ ვიქნებით აუცილებლად მოვალთ ჩვენთან. კი, აუცილებლად, თქვენიც მნიშვნელოვანი გამოწვევები. შემდეგი ეტაპი უკვე მედია იქნება. პარალელურად აპირებენ ამ ყველაფერს და რა თქმა უნდა მედიას აქვს ძალიან დიდი გამოცდა, მაგრამ ეს გამოცდა თქვენთან ერთად ჩვენც უნდა გავიაროთ. თქვენ უნდა დაგიჭიროთ ხარ, იმიტომ რომ თავისუფალი სიტყვა არის მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტი ჩვენს ხელში და თქვენ ხართ ამის, ასე ვთქვათ, მთავარი მხარდამჭერი და მთავარი ინსტრუმენტი. ამავდროულად ერთი მთავარი საკითხი რაც არის რა. კაცი ქმნის თვითონ ბედს და არა ბედი კაცს. ჩვენი ბრძოლაა ეს. ჩვენი ბრძოლა და ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ რატო? და აქვე მინდა ვთქვა ის, რასაც თქვენ უსმენდით თქვენ წინა ორ სტუმარს, მინდა რასაც ეკითხებოდით ბედს გავცე პასუხი. ახლა არის საჭიროება
მნიშვნელოვანი ერთობისა და წინააღმდეგობის ფრონტისა. მე ვთვლი ერთობის საჭიროება მეღრად ადრე იყო და ძალიან სამწუხაროა რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ეს ვერ შეძლეს, მაგრამ ეხლა მართლაც არის თუ არა თენგო, იაზრებთ თუ არა ამას, რომ არის რაღაც აი ეს რუბიკონი, რომლის გადალახვის შემთხვევაში შეიძლება მართლაც რკინის ფარდაჩი დაეშვას, რომ დიდი ხნით სიბნელე დადგეს ქვეყანაში. თქვენ რახან პოლიტიკაში ხართ, გაქვთ ეს პასუხისმგებლობები, ხო, ადამიანებს? იმიტომ რომ ქვეყნის მართვაზე გაქვთ პრეტენზია, არჩევნები, როდესაც ჩატარდება სამართლიანი არჩევნები, იქ ხალხი გადაწყვეტს ვის რამდენ ხმას და ვინ მიიღებს ხმას და რამდენს, მაგრამ აი ახლა არის თუ არა ის გადამწყვეტი ეტაპი, როდესაც რაღაც გზები გაქვთ ახალი საძიებელი და რაღაცები დასათმობი, რაღაცაზე მეტ კოორდინაციას რომ მიაღწიოთ და შედეგები რომ დადოთ. თუ არა და აი ახალ პარტიების შექმნაზე არის საუბარი და მივესალმები წარმატებები მათ. რა თქმა უნდა, მაგ საკითხზეც ვიტყვი პირველ რიგში. ჩვენ ვამბობდით რომ ბოიკოტი იქნებოდა მნიშვნელოვანი. ამაში საზოგადოება აუყვა. კარგი იქნებოდა რომ ბოიკოტში გავერთიანებულიყავით, ფაქტურად წარმოიდგინეთ 30 ოლქში კი არ იქნებოდა 100%-იანი შედეგი. რამეში მაინც გაერთიანებულიყავით, ან ბოიკოტში ან არჩევნებში. უნდა მივუყვე მაგ საკითხს, არა, არჩევნებში აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი შედეგი, როცა იქნება სამართლიანი არჩევნები, თორე უსამართლობაში მონაწილეობა არის ძალიან დიდი გამოწვევა, მაგრამ მოდი ეს ფურცელი, ეს გვერდი გადავშალოთ და შორის ივანიშვილი გიბიძგებთ აი ბოდიში რომ შეგაწყვეტინეთ ამ ერთიანობისთვის. ის რასაც ამბობდით, ბევრი პოლიტიკოსი ლაპარაკობდა ხოლმე შორის 24 წლის არჩევნებამდე, რომ აი გავაუქმოთ სიები და პარტიები და ერთიანი ფრონტით გავიდეთ, ახლა ივანიშვილი გიბიძგებთ აქეთ. ხო, ივანიშვილი ძალიანაც პირიქით არის, ჩემი აზრით ივანიშვილი არ გვიბიძგებს ერთიანობისკენ, პირიქით ივანიშვილი ყოფს და მან ეს შეძლო რომ შეიტყუა პარტიები იმ ფარსში, სადაც 100% თვითონ დაიწერა და 0 დაუწერა მის კონკურენტებს, მაგრამ ამაზე თავი დავანებოთ ამაზე საუბარს. ბოიკოტი შედგა, საზოგადოებამ თქვა, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობას მიღებას აზრი არ ქონდა. ახლა მნიშვნელოვანი უყურეთ, ეს იყო პოლიტიკური პროცესი, ზუსტად თქვენთან ვიჯექი და აქ საუბრობდით, რომ A წერტილიდან B წერტილამდე, ანუ ბოიკოტის პროცესი ჩავამთავროთ და შემდეგ დავიწყოთ B წერტილიდან C წერტილამდე. ყოველთვის ამას გავიმეორებ. C წერტილში გადავდგათ ნაბიჯი. ახლა რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას? არ თანამშრომლობის ნაბიჯი. აქ არის მნიშვნელოვანი 5 აქტორია. პირდაპირ ვიტყვი, ეს არის კოალიცია ცვლილებისთვის, ერთადერთი კოალიცია ვართ, რომელიც კოალიციურობა შეინარჩუნა 24 წლის არჩევნების შემდეგ, ჩვენ ახალი გირჩი და დროა, ასევე არის მნიშვნელოვანი აქტორი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ის ახალი პარტიები თქვენგანს ემუქრება ის რომ აი მიუყვები უნდა აუხსნა ეკრძალება თუმცა ამბობ რომ ამით არ თუ ამიგზალავენ არ არის პრობლემა ამით მაგრამ იქ არის ელენე კოშტარია ზურაგირჩი ჯაფერიძე და აკრძალული არა აქვს ამ ადამიანებს პოლიტიკური საქმიანობა ციხეში არიან უსამართლოდ ძევლობა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა რომ ქართული პოლიტიკური ელიტა გამოკეტოს ციხეში ის ადამიანები რომელსაც აქვს მაღალი სანდოობა ზოგს მეტი ზოგს ნაკლები მაგრამ მაღალი სანდოობა საზოგადოებაში უბრალოდ მინდა რა ერთიანობის ნაწილში რაც კითხვა გავაგრძელო მეორე არის ახალი დაფუძნებული პარტიები, ეს იქნება თავისუფლების მოედანი, თქვენი სტუმარი იყო ბატონი ლევანი, ფედერალისტები, არის სხვა პარტიებიც, ასევე ახალშექმნილი პარტიები, სოციალისტები და სხვა და სხვა, ასევე არის ლელოს და გახარიას ერთობა და ძლიერი სამოქალაქო ჯგუფები, რომელიც ამ პროტესტში ჩამოყალიბდა. და ეს აქტორები, ამ აქტორებთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან კარგად თანამშრომლობთ და თანამშრომლობდით რვიანის ფორმატში, კოალიცია ცვლილებისთვის, სამივე პარტია რვიანის ფორმატში თანამშრომლობდით როგორც პოლიტიკურ პარტიებთან ასევე ძალიან კარგად თანამშრომლობდით იმ სამ მრავალრიცხოვან აქციაში, რომელშიც სამოქალაქო ჯგუფებთან, რომელშიც უშუალოდ ჩართული იყვნენ ესენი. ეხლა რა მნიშვნელობა აქვს ამ მრავალრიცხოვან აქციებს? ის მნიშვნელობა, რომ ქართულმა 26 ოქტომბერს არის ერთ-ერთი მაგაზეც გადავიდეთ კი. რატომ ქართულმა ცნება დაინახა, რომ ორ კვირაში ერთხელ შეიძლება მრავალათასიანი და 10.000-იანი მარშების გამართვა, რომელიც მას არაბედნიერებს, მაგიტომ აქვს პრობლემა რუსთაველთან დავასრულებ თუ შეიძლება, იმიტომ რომ იცის რომ ის რუსთაველზე, როდესაც 1000, 2000, შეიძლება 3000 ადამიანი დგას ყოველ დღიურად მეტიან ნაკლები, იცის რომ როგორც კი მას ხელი წაუწდება ამ რუსთაველის დარბევისთვის, ის 10000 და 15000 ადამიანი 2 საათში გაჩნდება რუსთაველის. ეს ხო ფაქტია. ხა ყველაფერს აკეთებს, იმისკენ, აი თქვენ ისე მე რა მინდა დღეს თქვენგან რა მინდა რომ მოისმინოს მაყურებელმა, რომელთა შორის ალბათ არიან
თქვენი ამომრჩევლები. თქმა უნდა. მე მინდა თქვენგან მოისმინოს მაყურებელმა, რომ აი ამ შექმნილი ახალი რეალობის გათვალისწინებით, რომელიც დღეს და ხვალ დადგება უკვე ქვეყანაში, 10 წუთში მიიღეს დღეს ის კანონები პირველი მოსმენით. აი ეს რამდენად გააზრებული გაქვთ და რა ბრძოლის ახალ გზებზე ფიქრობთ ან საუბრობთ ან საუბრობთ მაგაზე. ჩვენ თქვით ის მნიშვნელოვანი აქტორები ჩამოთვალე და ამ აქტორებთან ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პარტნიორი ურთიერთობა. აუცილებელია გაფართოება, გამსხვილება, გაძლიერება, ერთობის დაფიქსირება და ამ ერთობისკენ ძალიან კარგი კითხვა დაუსვით ჩემს წინა სტუმარს. ამ ერთობისკენ ნაბიჯების გადმოდგა მათემატიკაში გაჯიუტება კი არ არის. მათემატიკაში გაჯიუტება კი არ არის მთავარი და რაღაცა არითმეტიკაში და 100-ის ფარგლებში მიმატება გამოკლებაში. არამედ შეცდომების აღიარება, ამასაც აღარა მინთხოვს არავის საზოგადოებამ შეაფასა ეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ეს გადაშლილია, არამედ ეხლა არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ შევთანხმდეთ ძირითად პრინციპებს. კოალიცია ცვლილებისთვის, აგერ თქვენს ეთერში პირველად მე ჩემი პარტიის და კოალიციის სახელით ვამბობთ, ამისთვის ჩვენ მზად ვართ. მზად ვართ სამოქალაქო არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ სამოქალაქო ჯგუფებთან თანამშრომლობისთვის. ვინაიდან უნდა შეიქმნას ერთიანი წინააღმდეგობის და ართანამშრომლობის ხაზი. ამით ბიძინა ივანიშვილი დასუსტება. ჩვენ არ ვამბობთ, რომ რაღაც მოლოდინების შექმნათ, არამედ ბრძოლის მაგალითის ეს ართანამშრომლობა. გეტყვით, ართანამშრომლობა ნიშნავს იმას, რასაც აქამდეც ვაკეთებდა, უნდა გაგრძელდეს, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ შეძლოს კანონების აღსრულება, ეს ერთი. თორე ჩვენი 20-მდე ჩვენი პარტიის წევრი და მხარდაჭერია ციხეში ახლა სახელი გვარ გელა ხასაია, საბას ხვიტარიძე, სხვები ძალიან ბევრი. ჩემი თანადგომა, ჩემი მხარდაჭერა და მალე თავისუფლება. რა თქმა უნდა, მათგანს ასევე ჩხირკვია, ირაკლი და სხვები. ირაკლი, ჩხირკვია და სხვები. ანუ ახლა წინააღმდეგობა და ართანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს. ქართულმა ოცნებამ როგორც ეხლა გამოვიდა 2 დღის წინ ირაკლი კობახიძე და თქვა რომ კანონებს ვერ აღვასრულებთ, ამიტომ კიდევ უნდა მოუწიოს ამის გაკეთება, ეს ერთი. ფაქტურად აი ჩაიდანი რო დუღდება და ზევიდან დაფარება ხდება, რომ თითქოს ეს რაღაცა ხო, აი მაგ ეტაპზეა ქართული ოცნება მისული. ქართული ოცნებას აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ქვეყნის გარეთ რა პრობლემები აქვს? ფაქტურად ქართული ოცნება არის იზოლაციაში. დღეს როგორი ტყუილის თქმა მოუწიათ, რომ თვითონ გადადეს, უბრალოდ გუშინ, მაგრამ დღეს გავრცელდა. თვითონ გადადეს გააუქმეს შეხვედრა და აღმოჩნდა, რომ ქალბატონ ვოლტენეს თვითონ გაუქმებია ეს შეხვედრა და ეს ტყუილი იყო. და მესამე და მნიშვნელოვანი საკითხი, ხალხმრავალი პროტესტები. პროტესტი ვინაიდან გასაგებია, მე მესმის, რომ დავიღალეთ მარშით, მე მესმის, რომ დავიღალეთ, ასე ვთქვათ, ყოველდღე ვიღაცები ამბობენ, თორე იქ რუსთაველზე ძალიან მტკიცე ამაყი და პატრიოტი ქართველები არიან გმირები და ეს გმირები მათ შორის ის ადამიანები უნდა უბრალოდ ეს უნდა დავასრულო. ეს ადამიანები არ დაღლინან, იმიტომ რომ ჩვენი ბრძოლა არის ბოლომდე. ჩვენი ბრძოლა არის გამარჯვებამდე და ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული. არ მაქვს სხვა мотиваცია, რომ ესე ვიფიქრო, თავისუფლება პოლიტპატიმრებს 26 ოქტომბრის მოთხოვნა ეს არის, გადადგეს საქართველოს ეგრეთ წოდებული მთავრობა, რომელსაც ძალაუფლება აქვს მიტაცებული და დაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები. ჩვენ წარმატებას ჩავთვლით მხოლოდ ამას. ეს იქნება ჩვენი წარმატება და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გავიმარჯვებთ. მადლობა. აუცილებლად გავიმარჯვებთ. მთავარია გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა, აი ეს არის თანამშრომლობის კარი ღია, უბრალოდ ყველამ უნდა გადადგას ნაბიჯი. ნაბიჯის გადადგმა ცალმხრივი ვერ იქნება ვერასდროს. მადლობა, წარმატებებით.